დავიწყოთ ტრადიციულად აფხაზეთიდან, გაგრაში 24 გრადუსი, უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, 23 გრადუსი და მზიანი ამინდი იქნება უმეტესად სოხუმში. რაც შეეხება ზუგდიდს, აქაც 24 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, მესტიაში +13 გრადუსია ნავარაუდები, უმეტესად მზიანი იქნება დღე. ფოთში 23, აქაც მზიანი დღე გველოდება, მეგობრებო, გადავინაცვლოთ ბათუმში, სადაც 24 გრადუსია დღეს ნავარაუდები და თბილა. ოზურგეთში 25 გრადუსი, რა ხდება ქუთაისში, მზიანი ამინდია უმეტესად, აქაც 24 გრადუსი დაფიქსირდება დღის განმავლობაში. ამბროლაურში 22 გრადუსი, სამხრეთში ახალციხეში კაშკაშებს მზე და 20 გრადუსია, ბორჯომშიც 18 გრადუსი და მზე. ბაკურიანში 16 გრადუსი, აქაც კაშკაშა მზეა. 18 გრადუსი და მზეა ნავარაუდები გორში, ცხინვალში 17 გრადუსი და ასევე მზე. სტეფანწმინდაში მზიანი ამინდი იქნება მთელი დღის განმავლობაში, 13 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, გუდაურში 9 გრადუსია, თელავში 17. რუსთავშიც მზეა, 19 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა და ჩვენს დედაქალაქში თბილისში 18 გრადუსი უღრუბლოდ სადამ მზიანი ამინდია დღეს მოსალოდნელი. ამინდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს 7 ნოემბერია, ეს ტემპერატურა მე მგონი მისასალმებელი უნდა იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთში, მოკლედ ყველგან კაშკაშა მზეა. კი ბატონო, მშვენიერია და გათენებულო კიდევაც და ხედავთ უკვე მზის ხეობაც გამოანათეს.